გამარჯობა. გადაცემა ჩვენი თაობა პლატფორმის ტელეეკრანებზეა. ჩვენ ტელეკომპანია თრიალითან არსებული მოსწავლეთა შემეცნებითი სტუდიის წევრები დარინა, ქეთი, თამუნა, ნანა და დევნა წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მომზადებულ გადაცემას. მართალია ჩვენი გადაცემა მოზარდებისთვისაა, მასში ბავშვები მონაწილეობენ და შესაბამისად იგი მხიარული და ხალისიანი უნდა იყოს, მაგრამ თუ გადაცემის მსვლელობისას მაინც და მაინც კარგ განწყობაზე არ დადგებით, ამაში ჩვენ არ ვართ დამნაშავენი, რადგან ჩვენ იმას გაჩვენებთ, რასაც ვხედავთ და თვითონაც არ მოგწონს. კარგია, როდესაც ბავშვს კარგი ოჯახი აქვს. ყავს მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც თითქმის ყველა სურვილს უსრულებენ. აქვთ თამაშისა და სწავლის საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება. ჩვენს გარშემო უამრავი უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. ისინი ხშირად ქუჩებში მათხოვრობენ და ამით არა მარტო საკუთარ თავს, ხშირად ოჯახებსაც კი ინახავენ. ამბობენ, ბავშვობა ყველაზე ბედნიერი და უზრუნველი ხანაა ადამიანის სიცოცხლეშიო, მაგრამ როდესაც ბავშვი ამ დროს მხოლოდ ქუჩაში და ბაზარზე ლუკმანპური საშოვნელად ატარებს, სულაც ვერ ვწოდებთ ბედნიერს. საინტერესოა, ვინ ეხმარება ასეთ ბავშვებს, ან ვინ არის ვალდებული დაეხმაროს მათ. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება 1994 წლის აპრილში მოახდინა, რითაც აიღო ვალდებულება შეესრულებინა კონვენციაში აღნიშნული მუხლები. კონვენციაში ვკითხულობთ მუხლის 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას და ზრუნავს მასზე. იგი ყოველგვარს ხმარობს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. კარგია ეს ასე რომ იყოს, მაგრამ ასე რომ არ არის. ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს, ასე 10-12 წლის ორი ბავშვი სახლიდან გამოდის და ერთობის ქუჩას მიუყვება. პატარებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ და-ძმა არიან, რადგან ძალიან გვანან ერთმანეთს და არც მთავარია ერთმანეთის გარეშე ასად დადიან. სიარულზე ეტყობათ, რომ ჩქარობენ, ალბათ იციან, რომ ელოდებიან და თუ დააგვიანდათ, სახლშიც მოაკითხავენ. შემდეგ ერჩევნებასთან ჩერდებიან. კარი იღება და აქ უკვე მათი სამყაროა, მათი იმედი და ალბათ მომავალიც. სახლი, რომელსაც ჩვენ ვესწავლეთ, ორგანიზაცია ბილიკია. იგი 1997 წელს დაარსდა და უკვე 6 წელია, რაც მშობლების ზრუნველობას მოკლებულდა. ხელმოკლე ოჯახის ბავშვების ერთადერთ იმედს წარმოადგენს. პატარა ბილიკელები ამ ორგანიზაციას თავის მეორე სახლად თვლიან, ხოლო მარიკა მასწავლებელს, როგორც ისინი ორგანიზაციის ხელმძღვანელ მარიკა მღებრიშვილს ეძახიან, მათი სურვილებისა და ოცნებების ამხტუნეას. ბილიკში ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე ატარებენ. ეს დრო საკმაოდ ხალისიანად და სწრაფად გადის, რადგან მათთვის საინტერესო და საყვარელი საქმით არიან დაკავებული. სასკოლო საგნებში მეცადინეობის გარდა ბავშვებს აქ ასწავლიან ხატვას, ძერწვას, გოგონებს ქარკვასა და კერვას. ბავშვები სკოლებში აქედან მიდიან და სკოლიდანაც აქ ბრუნდებიან. მათ ყოველთვის ხდებათ გემრიელი სადილე და თბილი ოთახი სამეცადინედ. ზოგიერთ მათგანს სკოლაში თითქმის არ უვლიათ. მათ წერა-კითხვა აქ ისწავლეს და სკოლაში თანატოლებთან დასაბრუნებლად ემზადებიან. მაგრამ გარდა ამისა, ბილიკში ასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვანს, ერთმანეთის სიყვარულსა და თანადგომას, რომელიც ნამდვილად სჭირდებათ რეალურ სამყაროსთან შეხვედრის დროს. პატარა ბილიკელები ძალზე გულღია მოსაუბრენი აღმოჩნდნენ. ისინი გულახვილად გვიყვებოდნენ თავიანთ ბავშვურ სიხარულსა და პრობლემებზე. ზაზა, მოგწონს თუ არა ყოფნა და გაიძულებენ თუ არა რაიმეს? კი, ძალიან მომწონა აქავრობა. თავიდან ჩემმა ახლობელმა გამაგებინა ესეთი სასწავლებელი ბილიკი არსებობდა და მომიყვანა აქ. და ეს ბილიკში გინასწავლებენ იმას, რასაც სკოლაში ასწავლიან. ბავშვებო, მაინტერესებს თქვენში არის თუ არა ისეთი ბავშვი, რომელიც დადის მარტო ბილიკში და არ დადის სკოლაში? კი, მე. ჯევალი, დადიხარ სკოლაში? ოთხი. რატო არ დადიხარ? ბილიკი გირჩევნია სკოლას? თუ ყავთ ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამორჩეულად გიყვართ? ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ნინო მასწავლებელი. ორგანიზაციაში მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებს თანატოლებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარებათ. ეს თამაშები კი, რომელშიც ჩვენს მივიღეთ მონაწილეობა, ემოციებისაგან განტვირთვას ემსახურება.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ბილიკის დაარსებისთანავე თქვენ მათთან თანამშრომლობთ. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ მათთვის ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობა? თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ მე ბილიკის დაარსებიდან ვიმუშაობ და ჩვენი ფსიქოლოგიური მუშაობა უფრო გაღრმავდა, უფრო რაღაცა ბევრი სფეროები მოიცვა და თუ ადრე მარტო ბავშვებთან ვმუშაობდით, დღესდღეობით უფრო მშობლების ჩართვას ჩვენ მუშაობაში და მრავალი სფერო მოვიცვით, რომლებიც ხელს გვიწყობს, რომ ბავშვები უკეთ გავიცნოთ და უკეთ მოვახერხოთ მათი დახმარება. და ყველა ბავშვს, ესე იგი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გააჩნია სხვადასხვა პრობლემები და აბსოლუტურად სხვადასხვანაირ დახმარებას უწევთ. რამდენი ბავშვიც არის ჩვენ ბილიკში, იმდენი ხასიათია, იმდენი პრობლემაა და იმდენაირი რაღაცა გაგება და მუშაობაა საჭირო. ეხლა თქვენც მოზარდები ხართ და შეიძლება ითქვას, რომ იგივე როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ბავშვებს ასაკიდან გამომდინარე გააჩნიათ ძალიან ბევრი პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ეკონომიკური გაჭირვებაა ქვეყანაში და წარმოიდგინეთ, როგორი არასრულფასოვნების განცდაც გააჩნიათ ბავშვებს. ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ეს არასრულფასოვნების განცდა და ეს კომპლექსი, რომელსაც მას უჩნდებათ ამის ფონზე, მოახდინონ მისი კომპენსაცია რაღაცა ანტისოციალური ქცევით. ახლა რა შედის ამ ანტისოციალურ ქცევაში, რომ აგრესიულები გახდნენ, უფრო მოკლედ ცუდი საქციელით შეეცადონ ამ თავისი კომპლექსის დაფარვას და აი ძალიან მნიშვნელოვან საქმედ თვლია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ ჩვენ მოვახერხოთ, რომ აი ეს კომპენსაცია მოხდეს არა ამ ანტისოციალური ქცევით, არამედ პოზიტიური ქცევის ფორმებით. დავაინტერესოთ ისინი სწავლით, ხელოვნების სხვადასხვა სახეებით და შეუქმნათ მათ სწავლისადმი დადებითი განწყობა. ბავშვის აღზრდის პროცესი მიმდინარეობს ოჯახში და ამიტომ, რომ ოჯახში იყოს ჯანსაღი გარემო, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში. ჩვენ შევქმნით მობილური ჯგუფი, ჩვენი ჯგუფი გადის ბინებზე ჩვენ ბავშვებთან და ვცდილობთ, რომ უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ მშობლებთან, გავიცნოთ ის პირობები, სადაც იზრდება ბავშვი. მოკლედ შევისწავლოთ ის სოციალიზაციის პროცესი, თუ რა გარემოში ხდება ბავშვის ჩამოყალიბება. ხშირ შემთხვევებში ოჯახებშია პრობლემები, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემების მოგვარებას შევუწყოთ ხელი უფროსებში, რათა მე უფრო ჯანსაღი გარემო შეიქმნას ბავშვისათვის, მისი განვითარებისათვის. ბილიკში სტუმრობისა და მისი მუშაობის გაცნობის შემდეგ ბუნებრივია გაგვიჩნდა სურვილი გაგვაცნოის, ვინც ამ პატარებს ამდენ სიხარულს ჩუქნის. იცით რა ბავშვებო, თქვენ უკვე ნახეთ ბილიკის მუშაობა, რაში მდგომარეობს, შეხვდით ბავშვებს, ესაუბრეთ ფსიქოლოგს. მე მინდა გითხრათ, რომ პირველად ამ ბავშვებს მე შევხვდი 95-96 წლებში, როდესაც გორში მუშაობდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია საფრანგეთის სახალხო დახმარება. ამ ორგანიზაციამ მეტად კეთილშობილური მისია განახორციელა. დაარიგეს ჰუმანიტარული ტვირთი, მაგრამ მათი სამწუხაროდ მათი მუშაობა დამთავრდა. აი სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ჩამოყალიბებულიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში ამ ბავშვებს მიაქცევდა ყურადღებას. მე რა თქმა უნდა მომეხმარნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც არიან პირველი თაობის ბილიკელები და მათთან ერთად ჩამოყალიბდა 1997 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ბილიკი. ორგანიზაციის წევრები, ანუ უფროსი ბილიკელები, გავდიოდით ბაზრობის ტერიტორიაზე, გადიოდით ავტოსადგურის ტერიტორიაზე და უშუალოდ ხვდებოდით ამ ბავშვებს. ჩვენი სურვილი იყო პირველი, თავდაპირველად დავხმარებოდით ამ ბავშვებს, რომ მიგვეცა მათთვის საკვები, მოგეგროვებინეს ანსაცმელი მათთვის, განსაკუთრებით მათთვის ეს პრობლემურია ზამთრის პერიოდში, როდესაც ძალიან ცივა და მათ ელემენტარულად უნდა თავი შეაფარონ მყუდრო ადგილს. ამ პერიოდში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველი სასწავლო შემოქმედებითი ჯგუფი. ეს იყო მცირე მასშტაბის სამუშაო, მცირე მასშტაბის ჯგუფი და მხოლოდ ვემსახურებოდით 20-დან 25 ბავშვს. რა სახის დახმარება ხდება ბავშვებს და როგორ მუშაობთ მათთან? დღესდღეობით საზოგადოება ბილიკში მოქმედებს დღის ცენტრი მთელი კვირის განმავლობაში.
ეს ცენტრი მუშაობს ორი მიმართულებით: სასწავლო და შემოქმედებითი. სასწავლო ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობს სამი კატეგორიის ბავშვებთან. პირველი ეს არის ბავშვები, რომლებიც არ დადიან სკოლაში და მათ ელემენტარულ წერა-კითხვას ვასწავლით. მეორე ესენი არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, რომელთაც ვეხმარებით სასწავლო პროცესის ათვისებაში. და ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენს დღის ცენტრში ყოველდღიურად მოდიან ასევე ბავშვები, ვინც გონებრივად არიან ჩამორჩენილები. და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობთ მათთან. საზოგადოება ბილიკში ყავს ასევე ოჯახის ექიმი. ჩვენ ასევე ძახით ქალბატონ ნინოს, რომელიც კონტროლს უწევს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თქვენი ორგანიზაცია 6 წელზე მეტია, რაც მუშაობს. ფაქტიურად ბილიკში ბავშვების ერთი თაობა უკვე არ გაიზარდა და მაინტერესებს გაქვთ თუ არა ურთიერთობა ამ ბავშვებთან? ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, რომ თავისი ცხოვრების სტილი, ის რაც ყოველდღიური იყო მათთვის, შეგვეცვალა. ანუ მიგვემართა ისინი უფრო ყურადღება მიაქციეთ თავის თავში იმ კეთილი დადებითი თვისებებისთვის, რაც მათ შინაგანად ჰქონდათ და დღესდღეობით ისინი უკვე ცდილობენ თვითონ იშოვონ სამუშაო და საზოგადოებისთვის აღარ იყვნენ ისეთები, როგორსაც საზოგადოება ხვდებოდა მათ ქუჩის წიაღში. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი ორგანიზაცია ატარებს ძალიან ბევრ ღონისძიებებს და სამუშაოებს. საინტერესოა, ვის დაფინანსებით ხორციელდება ეს ღონისძიებები, ანუ ვინ გეხმარებათ ბავშვებთან მუშაობაში და ამჟამად რა პროექტი მიმდინარეობს? დღესდღეობით მიმდინარეობს პროექტი თანადგომა. ეს პროექტი ხორციელდება Mercy Corps-ის და UNICEF-ის ხელშეწყობით. ეს არის დღის ცენტრის მუშაობა, როგორც წეღან აღვნიშნეთ. ფსიქოლოგიური სამსახურის მუშაობა და ის, რომ ჩვენ დღესდღეობით ოჯახის ექიმი ყავს, სწორედ ამ ფონდების დამსახურებაა. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ჩვენ საშუალება გქონდა, ურთიერთობა გქონოდა სხვადასხვა ფონდებთან. ანუ ესენი იყვნენ ICER საქართველო, ფონდი ჰორიზონტი, სოროსის ფონდი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს უმაღლესი ლტოლვილთა კომისარიატი. გამომშვიდობებისას პატარა ბილიკელებმა სიამაყით გვაჩვენეს მომავალი სპექტაკლის დეკორაციები. დაგვათვალიერებინეს თავიანთი ნამუშევრების, ნაძერწების, ნაქარგების გამოფენა და სპექტაკლზეც მიგვიპატიჟეს. ბილიკში სხვადასხვა ასაკის და განვითარების ბავშვები ერთად სწავლობენ, თამაშობენ, სადილობენ. ალბათ ამიტომ უფროსები პატარებს მფარველობენ, არ თვითონ ჩაგრიან და არ ცხობს დააჩაგვრინებენ. ბილიკი კი მათთვის ის სახლია, რომლის ყველა ბინადარი თანასწორია. გულმოწყალება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. ინგლისის ქალაქ ვორსესტერიდან ბილიკელები ყოველწლიურად საშობაოდ საჩუქრებს იღებენ, რომლებსაც ინგლისელების შემოწირულობის სახით აკროვებენ და გზავნიან. იქნებ ჩვენს ქალაქშიც მოიცებროს კეთილინების ადამიანები, რომელთა დახმარება ბავშვების გამოცდილ მოჭაში 10 თეთრის ჩაგდების ნაცვლად მათი შვილის ნახმარიც იქნიან სათამაშო იქნება. ჯერჯერობით კი ეს პატარები ასე ცხოვრობენ და ყოველ საღამოს სახლში წასვლის წინ ასე ემშვიდობებიან პედაგოგებს. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ.